Dino absenze საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს იგივე გრეას დამფუძნებელი. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. დღეს რეალურად თავი მოუყარეთ ბოლო მონაცემებს საფსტატის უძრავი ქონების ფასების ინდექს, ასევე გოლიერსის განახლებას გაყიდვების ნაწილში. ზრდა არის ბაზარზე ფასისაც და გაყიდვებისაც. რითი არის განპირობებული ეს თქვენი აზრით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ გრეაში ექსკლუზიურად მართავთ დაახლოებით 12-მდე დეველოპერულ პროექტს და საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციასთან გვაქვს წვდომა და შესაბამისად აქედან გამომდინარე თითქმის ყველა უბანში ყიდით გარკვეულ ტიპის უძრავ ქონებას და ნამდვილად ესე ვთქვათ ბაზრის დის ტემპი და ზრდა ზოგადად არის უწყვეტი პროცესი. ფაქტიურად ეს სტაბილურად მიდის ეს ზრდის პროცესი, შეიძლება თქვათ იანვარ-თებერვალი ან ივლისი-აგვისტო ზაფხულის და ზამთრის პირველ თვეებში იყოს თვიდან თვემდე პატარა კლება, სხვა შემთხვევაში არის სულ სტაბილური ზრდა. და ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. ერთი ის, რომ ზოგადად ჩვენი ქვეყანა საინვესტიციო თვალსაზრისით რეგიონში მაინც არის საკმაოდ მიმზიდველი. იგივე თუნდაც ეკონომიკური ზრდის ტემპიც მაინც გამოხატულად მაღალი არის. შარშან 7.9% იყო და წელსაც 6%-იან ზრდას წინასწარმეტყველებენ. ასევე რეგიონში და გარშემო ესე ვთქვათ ირანში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმაც გარკვეული ეფექტი იქონია და ისრები ვთქვათ საქართველოსკენ გადმოიხარა და გარკვეული ახალი კლიენტები ესე ვთქვათ რომლებიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს უყურებენ გამოჩნდნენ. ზოგადად ისევ ჩვენთან ქვეყანაში ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი საინვესტიციო საშუალებაა და ხშირად ვამბობ, რომ ჯერ საქართველოში მისი ესე ვთქვათ, როგორც ვთქვათ, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში სხვა ალტერნატიულ საინვესტიციო საშუალებებს იყენებენ, იგივე ფასიან ქაღალდებს, თუ რაღაც გარკვეულ ფონდებში ფულის ინვესტირება, საქართველოში მაინც ყველაზე სტაბილური და ესე ვთქვათ, ხელშესახები საინვესტიციო პროდუქტია, განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის, რომლებსაც თავისი ესე ვთქვათ, შემოსავლის რაღაც ფიზიკურ ობიექტად ქცევა უნდათ. ასევე მაინც ესე ვთქვათ, ოჯახების დაყოფა მიმდინარეობს, ესე ვთქვათ, გადიან ოჯახის წევრები ცალკე ახალგაზრდები და ამ მიმართულებითაც ჯერ კიდევ საქართველოს წინა აქვს ესე ვთქვათ ეს ეტაპები გასავლელია და მაინც ბევრი მეორადი ან ძველი უძრავი ქონება, რომელიც ესე ვთქვათ ალტერნატივას ვერ თავაზობს ახალი მშენებლობის, შესაბამისად ახალი მშენებლობების წარმოების საჭიროება მაღალია. სტატისტიკას რომ ვუყურებთ, ჩანს რომ გასულ წელთან მიმართებაში თვითონ საბანკო სექტორმა შეცვალა დამოკიდებულება და წელს ბევრად 51%-ით გაიზარდა დეველოპერული სექტორი, სამშენებლო სექტორის დაკრედიტება. თვითონ იპოთეკური შესახების უფრო თქვათ შემცირებულია თქვათ თანამონაწილეობის პროცენტი ლარში ცოტა საპროცენტო განაკვეთიც შეიცვალა და მოკლედ ამ ყველა ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ მოცულობა ბაზრის იზრდება, ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება. თუმცა ესე ვთქვათ, ერთი მოცემულობა არის ის, რომ საჯარო რეზს ეყრდნობა ყველა კვლევითი ორგანიზაცია და აქ ხშირ შემთხვევაში რეგისტრაციები არის დაგვიანებული. შესაბამისად, აი პირობითად ერთ თვეში თუ იყოს 3000 ბინა და მეორე თვეში 3600 ბინა, ხშირად არის 600 ბინიანი კომპლექსები, არც ისე ცოტა. ანუ შეიძლება ერთმა დიდმა დეველოპერმა დაარეგისტრიროს საბოლოო ნასყიდობები და უცბად ბაზარმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენოს და ამ თვალსაზრისით შეიძლება ესე ვთქვათ რაოდენობრივი ნაწილში განსხვავება თქვენი რიცხვები რამდენად განსხვავებულია ამ ტენდენციისგან, მაგალითად ახლა 12 პროექტი ცოტა არ არის თქვენ რამდენი? უბრალოდ ამოვარდნილია სამაგერო წინა პერიოდში იყო ნაკლები რეგისტრაცია, ახლა მეტი გამოჩნდა, მაგრამ რაოდენობა იმდენად თემა არ არის, რამდენადაც საშუალო ფასი. მე ვფიქრ, ჩემ პირადი აზრია, რომ საშუალო ფასი გამოცხადებული სტატისტიკური უფრო ნაკლები, ანუ რეალობაში
საქართველოში უფრო მაღალია ფასები. კი, იმიტომ რომ აი მაგალითად პირობითად 600 ბინიანი კომპლექსი ხო, რომელიცაც შეება 4 წელი ყიდიდეს დეველოპერი. 4 წლის წინ გაყიდული ბინა იმ პროექტში სხვა ფასი ღირსება $1500 დაიწყო და ბოლო ტრანზაქციები ან მიმდინარე ფასი აქვს 2500-2200. შესაბამისად გასაშუალებული ფასი რო შევა რეესტრში, უკვე საშუალო დაწეული არის, იმიტომ რომ ძველი ტრანზაქციები მოყვება. ანუ ჩემი პირადი აზრია, რომ საშუალო ფასი უფრო მაღალი გვაქვს ჩვენ ბაზარზე ვიდრე ეს ძალიან ხა ზოგადი კითხვა იქნება, არა კომპეტენტური იქნება ხა მაგას რა უპასუხო, მაგრამ ზოგადად ალბათ 15%-ით მაღალი შეიძლება იყოს. წეგან თქვენ როდესაც საუბრობდით მოთხოვნის და გაყიდვების ზრდაზე, ბევრი ფაქტორი ჩამოთვალეთ ეკონომიკური და საინვესტიციოდ რატომ მიიჩნევენ კარგად საქართველოში ბინის ყიდვას. ეს უფრო აქცენტი იყო გაკეთებული უცხოელებზე დასაწყისში, როგორც მივხვდი, ვიდრე რადგან მათზე ვინც საქართველოში ინვესტირებას განიხილავს, თუმცა იგივე ხა Colliers-ის მონაცემებს თუ ჩავხედავთ ივნისის იქ არის რომ 90% ბინების საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება და 10%-ია უცხოელების წილი. თქვენ რას აკვირდებით ამ მიმართულებით? საინვესტიციო ნაწილში ზოგადად ესე არის, დიახ, საშუალოდ რო ავიღოთ 10% არის საქართველოში არარეზიდენტების წილი, თუმცა პროექტიდან პროექტამდე შეიძლება რაღაცა გარკვეული განსხვავება იყოს, თუმცა მე არ ვაკეთებ აქცენტს მხოლოდ საინვესტიციო მიზნით ქართველები ძალიან აქტიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას და სხვათა შორის აი ტენდენცია როგორია იცით, აი ძლიერ დეველოპერში თან რომელსაც მით უმეტეს ნდობა აქვს, ხშირად არის ახალ პროექტს რო იწყებს, უკვე ძველი პროექტიდან 1-30% მოყვება კლიენტები ახალ პროექტს როცა იწყებს. ანუ პირიქით ქართველები ძალიან ინტენსიურად აკეთებენ ინვესტიციას და მაგას ვამბობთ, ჩვენ ქვეყანაში ალტერნატიული საინვესტიციო საშუალებები არ არის ბევრი, შესაბამისად ქართველებისთვისაც უძრავი ქონება ერთ-ერთ ყველაზე მიზიდელ საინვესტიციო პროდუქტად რჩება. თუმცა აი მაგალითად როდესაც ახალ დეველოპერულ პროექტს ვიწყებთ უფრო პრემიალურ ხაზში არის ხშირ შემთხვევაში ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე საინვესტიციო დაინტერესება, მაინც აქცევენ ყურადღებას გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც უფრო გამოკვეთილი აქვს თქვა პრემიუმ პროექტებს, იგივე ხარისხის კუთხით, მასალების კუთხით, სხვადასხვა დამატებითი ბენეფიტების რაც პროექტებშია და ხშირად ანუ ყავს მაგალითად ესეთი ჯგუფი ინვესტორების, რომლებიც უყურებენ, ანუ ელოდებიან ახალი პროექტის, მათთვის შესაფარისი პროექტის გამოსვლას და პრესელის, აი საწყის ეტაპზე აქტიურად აკეთებენ ინვესტიციას სამომავლო ფასის ზრდიდან გამომდინარე, ვინაიდან ყველა ახალი დეველოპერი ფასები იზრდება პროექტის განვითარების პარალელურად. აქტიურად ინვესტიციაში გულისხმობს, რომ ბევრ ბინას ყიდულობენ? ბევრ ბინასაც ბევრი არის ესეთი კლიენტი, რომელიც საინვესტიციოდ ყიდულობს საწყის ეტაპზე და არიან კლიენტები, რომლებიც ბევრ ბინასაც ყიდულობენ საწყის ეტაპზე. საინტერესოა საინვესტიციო პროდუქტად რადგან განიხილება ბინა და გარდა ოჯახების დაყოფისა ძირითადად ეხლა თქვით რომ ძველი პროექტებიდან 30% მოყვება, ანუ ადამიანს უკვე აქვს ბინა და კიდევ ერთ ყიდულობს საინვესტიციოდ, ეს ამას ნიშნავს, ხო? ფასებს თუ გადავხედავთ, ეხლა მაგალითად ცენტრალურ უბნებში, ნუ საბურთალოს ფასებს ჯერ კიდევ ასე თუ ისე არაუშავს შეიძლება ითქვას, მაგრამ აი მაგალითად ვაკეში ეხლა საშუალო ბინა ნორმალური ფართით რო ავიღოთ, 9 მილიარდამდე ადის ფაქტობრივად ლარში ღირებულება, თუ მეტი არა. საბოლოო ჯამში კითხვა ხშირად ისმის ხოლმე ეს, რომ აი რამდენად ღირს ამხელა თანხის ინვესტირება ქართულ ბაზარზე, მაშინ როცა 9 მილიარდად შეიძლება ბინა ასევე იყიდო ევროპის სხვა დედაქალაქში. ნუ 9 მილიარდ ლარად ამ შემთხვევაში და რამდენიმე მილიონ დოლარი. იცით რა არის, იმისთვის რომ საზღვარგარეთ გააკეთო ინვესტიცია, ძალიან ბევრ ადამიანს ამისთვის კიდე გარკვეული გაცნობიერება უნდა კონდეს, უნდა წახვიდე იმ ქვეყანაში, გაეცნო იმ ქვეყნის უძრავი ქონების. ჩემი კითხვა უფრო იმაში მდგომარეობს, რომ რამ აქვს ამ ქალაქს ამხელა საინვესტიციო ღირებულება, რამდენ თანხასაც იხდიან. ამ ეტაპზე აქვს, იმიტომ რომ უკუგება მაინც მაღალი აქვს, შეიძლება საერთოდ მინიმუმ 10%-იანი უკუგება მარტივი არის, ესე ვთქვათ, ამ ბაზარზე რომ მიიღო. გააჩნია რა ეტაპზე შეიძლება უძრავ ქონებას თუ გადაყიდვის მიზნით ყიდულობ, იქ შეიძლება 20-25%-ზე წავიდეს, იმიტომ
იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ყიდულობ ბინას, რომელიც დღეს 100,000, პირველ ეტაპზე შეიტანე პირობითად 20%, 20,000, რამდენიმე თვეში უკვე გავიდა პერიოდი და გაძვირდა და უკვე აი ამ 20%-ის თანამონაწილეობით შეგიძლია უკვე გადაყიდვა გააკეთო. ამიტომ ამითიც ძალიან ბევრი არის როგორც ბიზნესით დაკავებული და თქვენ ჩამეს თქვა ჩანს ხოლმე რა გარკვეული დეველოპერები 100, 200, 300 ბინას ყიდიან პრესეელის ეტაპზე, სპეციალურ ფასს, განსაკუთრებულ ფასს, რომელიც აღარ განმეორდება ხშირად ამის კომუნიკაციას. ამის კომუნიკაციას ხშირად აკეთებენ და რეალურად ეს მუშაობს. აქედან გამომდინარე, სანამ ბაზარი იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა მოგება ნახოს, ამას ახორციელებს. თუმცა აი წარმოიდგინეთ საშუალო ადამიანი, კარგი წარმატებული ექიმი, რომელმაც გარკვეული დანაზოგი გააკეთა, მისთვის უფრო მარტივი არის ეს გადაწყვეტილება მიიღოს და კონკრეტულ ფიზიკურ პროდუქტად აქციოს, ვიდრე წავიდეს და იგივე თუნდაც დეპოზიტზე დადოს, სადაც ბევრად ნაკლები არის თუნდაც უკუგება. შესაბამისად, მოთხოვნიდან ბაზარს არეგულირებს მიწოდება მოთხოვნა და შესაბამისად დღეს ნამდვილად ჩანს მოთხოვნის ზრდა, გარკვეული ესე ვთქვათ, გადალაგებაც მიდის ამ ბაზარზე იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ჩვენ ესე ვთქვათ, უძრავი ქონების შეძენის ერთ-ერთი პირველი კრიტერიუმია ადგილი ხოლმე, ხო? ანუ ის ვინც მიჩვეულია საბურთალოს ცდილობს იყიდოს საბურთალოზე, ის ვინც გდანსკში და ასე შემდეგ. თუმცა დღეს უკვე გარკვეული ეს ტენდენციები იცვლება იქიდან გამომდინარე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საბურთალოზე შეიძლება $200,000-დაც ვერ იპოვა, ესე ვთქვათ, კარგი ბინა. შესაბამისად უკვე ადამიანები მიდიან სამგორში, გაიზარდა უკვე თქვა დიდი ღომს რამხელა გაყიდვები აქვს, სამგორის რაიონს გაყიდვები აქვს. ახალი არეალები იქნება უკვე ქალაქში. ჩვენ მაგალითად ორთაჭალაში გავუშვით ახალი პროექტი და სტატისტიკას რო უყურებდი 21 წლიდან 24 წლამდე გაოთხმაგებულია ორთაჭალის გაყიდვები მაგალითად და 24-დან 25-მდე ორჯერ არის გაზრდილი. ამიტომ ახალი არეალები იქნება და ფაქტია რომ მოთხოვნის გარეშე ეს არ მოხდებოდა და მაშინ როდესაც ჩვენი დეველოპერი კომპანიებისთვის, კლიენტებისთვის ახალ მიწებს ვეძებთ იმისთვის, რომ ახალი პროექტები განვავითაროთ, საკმაოდ ესე ვთქვათ, შეზღუდული არის უკვე არჩევანი. შესაბამისად, გარეუბნებში მეტია, ცენტრალურ ნაწილში ძალიან მცირეა, თუმცა ის მიწის ნაკვეთებისაც პროექტი შეთანხმებულია, ხშირად იმდენად მაღალი ფასი აქვს ხოლმე მოთხოვნილი მესაკუთრეს, რომ ფინანსური მოდელში, ანუ ის დააკმაყოფილო, ესე ვთქვათ, ღირებულება გადაუხადო მესაკუთრეს და ეს მთელი პროცესი რამდენიმე წლიანი, საშუალოდ 3 წელი მაინც ჭირდება უკვე საშუალო პროექტს და მერე უკვე შესაბამისი უკუგება დარჩეს, რთული საპოვნელია მითაკითხათ. არის რამე პროექტები, რომლებსაც უფრო უჭირთ გაყიდვები მაგალითად, თუ ანუ ზოგადად ყველაფერი იყიდება? ქართულს უძრავი ქონების ბაზარზე. იცით როგორ არის? თუ სწორი ფასი და სწორი პროდუქტია, ნამდვილად ყველაფერი იყიდება. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად არის დაგეგმილი თავშივე, ესე ვთქვათ, როდესაც პროექტირება მიდის, ხა ჩვენ ესეთი ტენდენცია გვაქვს, რომ ერთი არის რაღაცებს, რასაც ვყიდით და მუშაობთ, მაგრამ ჩართულები ვართ გარკვეულ ცხელ პროექტებში, სადაც ჯერ GRG-ს ეტაპი არის და უკვე GRG-ს ეტაპზევე ვცდილობთ, რომ შესაბამისი კვადრატულობის და კონფიგურაციის უძრავი ქონება დავაგეგმარებინოთ ჩვენს კლიენტებს იმისთვის, რომ მერე სწორ ფასად გავყიდოთ, იმიტომ რომ მარტო კვადრატულის ფასი არ არის, ესე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი, მნიშვნელოვანია ჯამში რა დამიჯდება მე ერთოთახიანი ბინის შეძენა, ოროთახიანი ბინის შეძენა. ბოლო პერიოდში ფაქტიურად ჩანს, რომ საშუალო ბინის მოცულობა გაიზარდა. ადრე თუ ვთქვათ 45 კვადრატულის ფარგლებში 50-მდე შეიძლებოდა ერთსაძინებლიანი ბინის მარტივად პოვნა ბევრ პროექტში, დღეს ხშირად ხდება 60 კვადრატულზე ზევით. რატო? იმიტომ რომ რაღაც აივნების კოეფიციენტის თემა შეიცვალა, უფრო მეტ აივნებს უკეთებენ ახლა დეველოპერები ბინებს და შესაბამისად გაიზარდა,
არქიტექტურული მხრიდან, ანუ მომხმარებელია მომხმარებელი ხშირად იძახის, რომ ამჭირდება ამხელა აივანი და რა ხდება, მაგრამ იძულებულია რომ თუ არ იყიდება ეს ბინა უკვე და თუ ფინანსურ მოდელში მთლიანი 60 აივანის საჩუქრა. არის აივანის საჩუქრა და ფინანსურ მოდელში თუ დეველოპერს ბოლომდე 100% თქონდა ჩათვლილი ამ აივნის კვადრატულობა, მას უწევს რომ დააკლოს და ნაკლები ჩვენ ესე თქვა ჩვენთან როდესაც მოდიან ესე თქვა ჩვენი კლიენტები და ჩვენც ასე თქვა ჩვენი კრიტერიუმები გვაქვს იქიდან რომელ დეველოპერთან ვითანამშრომლობთ და რომელთან არა ვცდილობთ რომ რეალობა დავანახოთ იმიტომ რომ ზუსტად რისკები იმაშია რომ რამდენად რეალურად აფასებს დეველოპერი თავის პროექტს როდესაც საინტერესოა რაღაცას ამბობთ ახლა ძალიან რამდენად რეალისტურად აფასებენ ხშირად არ აფასებენ რეალისტურად და რა არის ხოლმე არა რეალისტური მაგრამ უფრო მგონიათ რომ ბევრად ზვირად გაყიდიან ანუ ბევრად უკეთესია ვიდრე არის მათი ეს მოლოდინები იგივე მაგალითად აი იმ განცხადებებს რომ ასეთი მზარდია ქართულ ბაზარზე გაყიდვები მაგალითად იცით როგორ არის ანუ მარტივი გონია ხშირად როდესაც არ გაქვს გამოცდილება რაღაცებს უფრო მარტივად უყურებ და შესაბამისად სწორედ კონკურენცია იმას ქმნის რომ უკვე საჭიროება უდგებათ რომ თუნდაც ჩვენ სერვისებზე მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი ძალიან ბევრი დეველოპერი მოგმართავს ესე ვთქვათ ამ საკონსულტაციო ნაწილზეც და ასე შემდეგ რომ ხვდებიან რომ როგორც პირობითად თუნდაც 10 წლის წინ იყო რომ ესე ვთქვათ დავა პროექტი და აუცილებლად გაიყიდება არ არის კონკურენცია გაზრდილია და შესაბამისად მომხმარებელი ბევრად ესე ვთქვათ ყურადღებიანი გახდა აქცევს მეტ დეტალს ჩვენც ვცდილობთ ესე ვთქვათ კომპანიები რომ გავანათლოთ როგორ არჩიონ და მიიღონ გადაწყვეტილება შესაბამისად აქ ჩვენი მხრიდან კონსულტაციებზე მიდის ხშირად საუბარი რომ არა მარტო კვადრატულის ფასი და კვადრატულის ფასიც ბევრნაირია ხშირად ესე ვთქვათ ერთ წერტილში მოყვანა ყველა დეველოპერის ფასის რთული არის, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა კომუნიცირების და ინფრასტრუქტურას მოყვება. ანუ სხვა კუთხით მინდა გავშალო ეს თემა, იმაგათად ვიღაცა ყიდის ერთიანი გადახდის ფასით ანუ განვადების პირობაც განაპირობებს რა ფასია. ამიტომ უნდა შეადარო განვადების პირობაც და ფასიც. იმიტომ ერთნაირი განვადების პირობის შემთხვევაში რა ფასი შეიძლება იყოს და აქედან გამომდინარე ხშირად ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ იმის ანალიზში თუ ერთი არის რომ გაყიდვების გენერირება, თქო შეიძლება გაყიდო მილიონის ბინა, მაგრამ მხოლოდ 100,000 იყოს პირველადი შემონატანის ჯამური მოცულობა. ხო ანუ ჩვენ აქტიურად მოდით მარკეტინგი და გაყიდვების აბრაზე კარგად წერია, მაგრამ თავარი სამუშაო არის ფინანსური დაგეგმვა პროექტის, რაშიც ძალიან ძლიერები ვართ, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ სხვადასხვა ფინანსური მოდელები უნდა შეიმუშაო იმისთვის, რომ ყველა სცენარისთვის მზად იყო, ესე ვთქვათ, ფინანსის სისტემა უნდა დასტრესო მოდელი იმისთვის, რომ რეალობასთან ახლოს იყოს და მე არ იყოს სიურპრიზები. ჯობია რომ მოლოდინი ნაკლები კონდეს ფინანსური დეველოპერს და კონსერვატორულად საერთოდ ვინაიდან ამდენი ასეულობით ადამიანის პირად კაპიტალთან იღებ პასუხისგებლობას, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ვითანამშრომლოთ ისეთ დეველოპერებთან, რომლებიც ამ მიდგომით მოყვებიან და ესე ვთქვათ ჩვენ უნდა გვჯეროდეს რომ გაყიდვების რაოდენობა და ფინანსური შემოსავალი გადავადებული გადახდები კი რა მიმდინარე გადახდების cash flows ნაწილი აუცილებლად უზრუნველყოფს პროექტის დასრულებას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტი ბანკით არ არის დაფინანსებული. რა თქმა უნდა. ბოლოს ერთი წუთი გვჩება დაახლოებით ცოტა მეტი და მინდა რომ შევაჯამოთ მოლოდინი როგორი გაქვთ აი ამ ფონზე ვთქვათ ფასების ზრდა გაგრძელდება წლის ბოლომდე თუ ძირთად სტაბილურად შენარჩუნდება ასევე გაყიდვების ნაწილშიც და ყველაზე მეტად რა ტიპის ბინებს წერილით გაყიდვების ზრდას. ესე იგი, ზოგადად ბოლო მონაცემები ჩანს, რომ მშენებლობის ინდექსიც გაზრდილი არის და 4%-ზე მეტია თუ არ ვცდები. დღეს გამოქვეყნდა, რომ ფასების ინდექსიც თითქმის 5%-მდე არის გაზრდილი. 2025 წელი რო შეჯამდა და 26-ის აუთლუქზე მიდიოდა საუბარი იყო 5%-იანი, 5-6% ფარგლებში ვარაუდოთ, რომ წლიური საშუალო ზრდა ფასების კუთხით იქნება. რაზეა მოთხოვნა ზოგადად
ეს ვთქვათ, ლიდერობენ საბურთალო დიდი იყო მისანი, მოთხოვნა ნებისმიერ პროექტში, სადაც არის სწორად დაგეგმილი პროდუქტი და კარგი სწორი ფასი, მოდი ესე ვთქვათ, მოთხოვნა საკმაოდ მაღალი არის. და ამ ბოლო პერიოდში, ესე ვთქვათ, ბევრად უფრო გაცნობიერებული გახდა მომხმარებელი და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი მაგათად ორთაჭალის პროექტი გვაქვს და ვიცით, რომ ყველაფერზე ნაფიქრი, აი ამ დეტალებს უკვე ადამიანები აქცევენ ყურადღებას და ცხოვრების ხარისხი არ იწყება მარტო ბინის კარის შიგნით, არამედ უკვე შენი პროექტის ზოგადი ინფრასტრუქტურით. შესაბამისად უკვე დეველოპერებიც ესე ამას აქცევენ ყურადღებას, ამაზე აქცენტს აკეთებენ და ნუ ჩვენ შემთხვევაში ვცდილობთ ესეთ პროექტებზე ვიმუშაოთ და კარგადაც გამოგვდის. ძალიან კაი, ბაშკარად. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნინო აბსანძე საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს გრეას დამფუძნებელი იყო. მასთან ერთად ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორი ტენდენცია უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების და ფასების მიმართულებით, ასევე როგორია მოლოდინები.